Უქმე დღეებში ფოთში იპოდრომის სპორტულ ბაზაზე ვალიკო მაკაცარიას თასზე ფოთის ღია პირველობა ცხენოსნობაში გაიმართა. მასში სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. მედლები ორ სახეობაში გათამაშდა. დოღი 2 კილომეტრიან დისტანციაზე და დაბრკოლებათა გადალახვაში როგორც მოზარდებში, ასევე დიდებში. Დაბრკოლებათა გადალახვა, კანკური და მის გარდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს სამანეჟო სრულები, როგორ იწყება საერთოდ, საიდან იწყება ბავშვის აღზრდა ჩვენ სკოლაში. ამისათვის ნაჩვენები იქნა რამოდენიმე ელემენტი მაყურებლისათვის და რა თქმა უნდა გაიმართა ესევე დოღი პატარებს შორის, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. სამანეჟო სკოლაში მონაწილეებს ღებულობენ ასევე არიან ჩამოსულები სალომე ასათიანი სპორტულ ღონისძიებებას. მინდა გითხრათ, რომ ეს ტრადიცია ჩვენს ქალაქში დამკვიდრდა უკვე მეოთხე წელიწადია. რა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, რათა უფრო განვითარდეს საცხენოსნო სპორტული სკოლა, შეჯიბრებებიც უფრო მეტი მოეწყოს და გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. დოღში ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა. პირველი ადგილი ნიკოლოზ ასათიანმა დაიკავა. მეორე ადგილზე გიორგი კვარაცხელია გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს მირიან ბერიძე დასჯერდა. დაბრკოლებათა გადალახვაში მოზარდებს შორის კი შედეგები ასე გამოიყურება. პირველი ადგილი გიორგი კვარაცხელია, მეორე ადგილი ნიკოლოზ ასათიანი. დიდებს შორის შეჯიბრი დაბრკოლებათა გადალახვაშიც გაიმართა. ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა. პირველი ადგილი მალთაყვის კლუბის მხედარმა გიორგი კოდუამ დაიკავა. მეორე ადგილზე კი გიორგი კვარაცხელია გავიდა. პირველად რომ მივიღე შეჯიბრზე, ალბათ ძალიან უნერვიულობს ყველა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ პაატას ესეთი ელემენტები რომ მასწავლა და ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადა, ვინც აქ მოვიდა და ჩვენ საყურებლად მოვიდა. ჩატარდა ფოთში დაბრკოლებათა გადალახვა, რომელშიც მივიღე მეორე ადგილი. წელს პირველად გავედი დოღში, მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. მე სიმართლე გითხრათ, ჩემი თავის მაყოფილი ისე რა ვარ, იმიტომ რომ ცხენი ალბათ დაბრთხა ამდენ ხალხში და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი ცხენი, უბრალოდ ხალხი დაბრთხა და ამიტომაც ვერ მოახერხე კანკურში კარგად გამოსვლა. პირველად გამოვედი პარადზე, ეს ჩემი პირველი დებიუტია და მომავალში მომემზადები და გამოვალ შეჯიბრებებშიც და ყველას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ჩამოვედით ქალაქ ბათუმიდან, ბათუმის საცხენოსნო კლუბს წარმოვადგენთ. ჩამოვიყვანეთ ცხენის ზაგრები, მხედარი გიორგი ძინძიბაძე, რომელმაც დღეს მესამე ადგილი დაიკავა დღევანდელ შეჯიბრში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესეთი შეჯიბრები უკვე მეორეჯერ იმართება და ხშირად იმართება ფაქტიურად და ვისურვებდით, რომ კიდევ მოგვეცეს საშუალება ესეთ შეჯიბრზე ასპარეზობის. ფოთის საცხენოსნო სკოლის სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან.